გამარჯობა ჩემო სრულიად არაპოლიტიზირებულო ხალხო Facebook-ში დავწერებ. მოკლედ კოცებიდან ვინც მომწონდა ღარიბაშვილი მომწონდა. წავიდა გომელაური მომწონდა. წავიდა სიმართლე რო თქვა ის მევასება რა ქვია პაპუაშვილი. ხოდა პაპუაშვილი უნდა გავაკრიტიკო ახლა კი რა ჩავაკრიტიკო. წელჩმა რაღაცა ბოდიში და თავზე გადაიჯვა. მერე ვიღაც მეორე ელჩმაც კიდე რაღაცა გადაიჯვა, რაღაცა თქვა, არა მარტო თქვა იმოქმედა. მესამემაც რაღაცა გადაიჯვა, რაღაცა და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი მართლა მევასება რა. პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში. პოსტით გამოეხმაურა და მოუხაზა. და ამის მერე კიდე საინფორმაციოებშიც 1-2 ინტერვიუ რაღაცა და იმეებშიც სად ჩაურტყა. ნუ გასაგებია ხო რა პრეტენზია მაქვს, ბიჭო. ეს ელჩი ეს ოხერი ძალიან ძილობიანად ვიძახი. დაიბარე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ახსნა განმარტებისთვის. წესია ეგეთი. გაუკეთე კაი ოყნა. თუ რაღაცაა მერე ადექი და გააძევე საქართველოს. ესენი არა რა, ესენი სად ჩაურტყა. ნუ გავიგეთ, მაგრამ უნდა ნახვიზე უნდა გაუშვა რა, ვინც მართლა მავნებლურ რაღაცებს აკეთებს. აი შენ ხო იძახი რომ აი მართლა მავნებელი არისო ესა და ეს ელჩიო. მორჩა მერე გააძევე რა. რა ვიცი. მე ეგრე მგონია რა. ესე იქნება სწორი. რა გითხრათ კიდე? ნუ ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი ახლა რა გითხრათ რომ გულზე მეხატება მეთქი არ ვიქნები მართალი რა. რა თქვა ახლა ესე იგი? საქართველო არასდროს ყოფილაო ასეთი დამოუკიდებელი. რა გითხრათ, იცი აი უცბად გამახსენდა საქართველო რომ მიშამ შექმნა რა. აი გამახსენდა რა. შეგი მიშამ ხო შექმნა და ესეც მაგტალღაზე არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, თურმე ეგრე დამოუკიდებელი რა. ეხა დღის ახლა ამაზე კამათი იმ მეფის დროს იმ საუკუნეებში, ამ საუკუნეებში არ ყოფილვართ რა, აი ახლა ვართ დამოუკიდებლები რა. აქამდე არ ყოფილვართ რა. აი გარი რა და აგეთ რაღაცას ბიჭო დააბრეხვებენ, მერე დანარჩენი კოცები ზიან აპრავებენ. რავი, აბა რა გითხრათ. სხვათა შორის ხუმრობის გარეშე ორბანიც მევასება რა. მევასება პრინციპულია თავისას აწვება და სწორი აწვება, როგორც მე მგონია. გუში რა თქვა ორბანმა იქ რაღაც ხილობაზე. ნუ შეაქო რა ახლა ჩვენი ისე რა თქვა. პრემიერი და პატრიოტი არისო. საერთაშორისო პატრიოტი არისო რა. საერთაშორისო პატრიოტი რას ნიშნავს? აი ვინმე თუ ამიხსნის. პატრიოტი ვიცი მე საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ერის. აი მე პირადად ვარ საქართველოს პატრიოტი. ხო, იქ მაგალითად ჩვენი ერთი ყოფილი პრეზიდენტი ის პატრიოტია, უკრაინის პატრიოტია. და ასე შემდეგ რა, ტრამპი ამერიკის პატრიოტია და საერთაშორისო პატრიოტი რას ნიშნავს ვერ მივხვდი. ასეთი ამბები ხდება რა, მოკლედ ყველაფერი კარგად გვექნება.